კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მომბეს 15 საათზე მარიამ ვაშაძე წარმოგიდგენთ, გამოშვებაში ნახავთ. აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში კლოდ კერნისა და ედი დესტრელას შეხვედრები. ისრაელის მთავრობა ჰამას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რა წერია ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლო ამწუთებში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს. მანამდე კი მოსამართლემა ასევე იმსჯელა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის საქმეზე და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. მაკა ლაშხე შემოგვიერთდება დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. მაკა, ხომ არ დასრულდა უკვე ანატოლი გიგაურის პროცესიც? დიახ, მარიამ, დაახლოებით 10 წუთის წინ დასრულდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. ანატოლი გიგაურმა დღეს ისარგებლა სასამართლო დარბაზში სიტყვის უფლებით და როგორც მან განაცხადა, ის წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა ფაქტს აღიარებს და აღნიშნავს, რომ ის იმ დროისთვის მოქმედებდა თავდაცვის მოტივით, მხოლოდ თავდაცვის მოტივით, რაც შეეხება მეორე სასამართლო პროცესს, რომელიც გაიმართა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმე ეხება 21 წლის მათე დევიძის პროცესს, რომელიც დაკავებული იქნა 19 ნოემბერს მელიქიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე და მასაც ასევე ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. ისიც პატიმრობაში დატოვა. იგივე მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავდა აღნიშნულ საქმესაც. ბრალდებულმაც ისარგებლა სასამართლო დარბაზში სიტყვის უფლებით და აღნიშნა, რომ მის მიმართ პატიმრობა არის უსაფუძვლო. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა და მოითხოვეს პატიმრობის გირაოთი შეეცვლა, თუმცა მოსამართლემ ეს აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ დარბაზში მყოფი ახლობლები და მეგობრები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ჩემთვის საქართველოს არის პირსების საკითხი წარმოადგენს რაღაც როგორც მემკვია და ჯერავს საკუთარ თავად ვარ ერთ-ერთი ფარი რაღაც ჭანჭიკი არ ვიცი რაღაცია დააკვით ჩემი ქვეყნისა და სანამ ვიბრძოლებ და ვიბრძვი მომავალში აუცილებლად სამწუხაროდ ვიქნები და არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს. ვიწყდეს მუნდირის მატარებად არის სრიგიდან და რაღაც ჩემი გარემოთი 99% თუნდაც ფრაზე იქნება სადმე ვიკრიბები არის მუნდირის მატარება. მინის შემდეგ არ წინა მოსამართლეს ვაიზუს და ჩემი ოჯახური მდგომარეობა არის ჩემი წარსული საერთაშორისო მომწვიდა ჩემს ოჯახს საყოველთაოდ პატიმრობა ეს არის პროცედურული ჩემი პირობებში არანაირად არ მოსაუბრებია. არსებობს ორი საფრთხე. ეს საფრთხეები არის მიმალის დასაბუთებული ვარაუდი, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდების მხარე მიმალის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის პირობებში შეაფასა მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ. კონკრეტული ფაქტი, რომ როდესაც მისი ქმედება გახდა კონკრეტულ შემთხვევაში ხილული, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მყისიერად შეეცადა სწორედ ამ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. არსებობს გარკვეული რისკი იმის, რომ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ბრალდებული მიიმალოს, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ასევე წარმოვაჩინოთ ის, რომ გააჩნია საქართველოს საზღვრების გარეთ გარკვეული სახის კავშირი. ყოველი აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზეც რელევანტური აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა და ძალაში უნდა იქნეს დატოვება. არ არსებობს არც ერთი გარემოება მათე დევიძის კვლავ პატიმრობაში დასატოვებლად. ამ სიტუაციაში ვინაიდან გამოძიება უკვე დასრულებულია, ის საფრთხე, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას არ არსებობს. არ არსებობს ასევე მტკიცებულების განადგურების საფრთხე. ხოლო აპელირება იმაზე, რომ ჩაიდეს ახალ დანაშაულს, საერთოდ წარმოუდგენელია და ვფიქრობ, რომ აბსურდია. სასამართლოს ვთხოვ გაითვალისწინოს ასევე ბრალდებულის პიროვნება, ის რომ არასოდეს არ ყოფილა კანონთან კონფლიქტში, გაითვალისწინოს, რომ აღარ არსებობს არც ერთი საფუძველი მისი პატიმრობაში დატოვების და პატიმრობა შეცვალოს
აღკვეთის ღონისძიების სახით ირაოთ. ის საფუძვლები, რაც მითითებულია 22 გასული წლის 22 ნოემბრის განჩინებაში არ არის აღმოფხვრილი, აქტუალური, რელევანტურია, შესაბამისად სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდებულ მათე დევიძის მიმართ 24 წლის 22 ნოემბერს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელად. თბილისის საქალაქო სასამართლოში ორივე საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყება, რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ ორივე პირს, რომელსაც ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გმადლობთ მაკაის მაკალა აშხე იყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი 16 დეკემბერს საპროტესტო აქციაში მონაწილე 12 პირის საქმის განხილვა განახლდა. საუბარია ევროპის მოედანთან გზის გადაკეტვის ეპიზოდზე, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა იმ დღეს არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხოლოდ 30 დეკემბერს აცნობეს, რომ მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი და შესაბამისი ზომები გატარდებოდა. ცოტა ხნის წინ მოსამართლემ რამდენიმე პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადება 24 იანვრისთვის გადადო, დანარჩენებთან დაკავშირებით კი პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. შევეკითხე უბრალოდ ბრალმდებელს, როცა თუ ვერ გავიგე ბატონ ირაკლის მოწოდება, პოლიციის მოწოდება გადადიდეთ ცალმხარეს, აი საიდან გავიგებდი, როგორ გავიგებდი, უბრალოდ იყო მხრების საჩეჩვა, აი პასუხი არ ქონდა რა უნდა ეპასუხა. ბრალმდებელს და ჩემი პირადი აზრია, რომ არანაირ გამართლებას არ ველოდები ამ აბსურდის თეატრისგან, ამ მასკარადისგან, რაც გინდათ ის დაარქვით, ჩემთვის სულ ერთია. გრძელდება დაშინების პროცესი, ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ იმ მიმდინარე მოვლენებს და პროცესს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სასამართლოს ზეწოლით უნდათ რომ ჩაახშონ ის დიდი პროტესტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ გაჩერდება და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე მიიყვანს აი ამ ქვეყანას იმ გზამდე, რასაც ევროკავშირი ქვია. საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოხსენებლების ვიზიტი გრძელდება. თანამოხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ. ასამბლეის წევრები შეხვედრებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოხსენებლები დღის ბოლოს პრემიერს შეხვდებიან, დილით კი შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეებს შეხვდნენ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის ძალადობრივი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს. აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოხსენებლებმა დილიდან შეხვედრები გამართეს ოპოზიციასთანაც. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ქვეყანაში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს პროტესტის ფარგლებში დაკავებებსა თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. საუბარი შეეხო ქართული ოცნების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. არჩევნებში ბარიერ გადალახული სამი ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრები გაიმართა სასტუმრო რედისონში, რაც შეეხება პარტიას საქართველოსთვის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამოხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე ბასკლაინი, პარტიის ლიდერს გიორგი კახარიას სახლში ესტუმრნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აინტერესებდათ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ჩვენ მოვიყევით იგივე, რასაც თქვენთანაც ყვებით ყოველდღიურ რეჟიმში. აინტერესებთ პროტესტი როგორ გაგრძელდება, ოსენთოს პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს, ეს ხალხი რომელიც ყოველდღე გამოდის რუსთაველზე, აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში გამოსავალი, ფინალი დავახსენეთ, რომ მხოლოდ ორი პუნქტია.
და უთხარი რომ შემსმენელი მოვლენა სხვა პოლიტიკური ჯგუფები და შეიძლება თავი დავდო რომ ყველასგან იგივეს მოისმენს რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლება და ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით და ახალი ადმინისტრაციით. აინტერესებდა ვადები რამდენ ხანი შეიძლება მოხდეს ეგ და მაგაზე ზუსტი პასუხი არავის არ აქვს. დელეგაცია არის აქ იმისთვის რომ შეაგროვოს მტკიცებულებები იმ რეპრესიების ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ხედავთ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, იცით რომ ამ საკითხზე ჩვენ მივწერეთ მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და განმტკიცება არის ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ აღიაროს არალეგიტიმური ხელისუფლების უფლებამოსილება. დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და გვქონდა სწორედ ამაზე საუბარი, რატო არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები. Გვქონდა საუბარი იმაზე, როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას და მათ შორის არა მხოლოდ ეხლა, არამედ გასული წლების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ესეთი გამოწვევის წინაშე ეს ქვეყანა ფაქტიურად არასდროს არ ყოფილა გასული წლების მანძილზე და აცნობიერებს იმასაც, რომ დღეს ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. გუშინ კი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მმართველ გუნდში ეხდნენ პირისპირ შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დახურულ კარს მიღმა დისკუსია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე შეხვდნენ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქცენტი ეთდება საერთაშორისო დონეზე საქართველოს კურსთან, მიმდინარე მოვლენებთან და არჩევნებთან დაკავშირებით. დისკუსია გუშინ უკვე შედგა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ზე გამოიკვეთა რომ იყო საკითხები რომლებიც მათ არ ქონდათ სრული ინფორმაცია ან არ ქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია ან ქონდათ არასწორი ინფორმაცია ამ თვალსაზრისით ასევე იცით თქვენ რომ შეხვედრა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში იქაც დეტალურად მიიღეს ინფორმაცია და გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბერს როგორ განვითარდა ქვეყანაში მოვლენები იქნება ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ რომ მათ ექნებათ საშუალება ობიექტური ინფორმაცია მიიღონ და რაც ყველაზე მთავარია დაწერონ ობიექტური დასკვნა. მნიშვნელოვანია რომ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები მათ შორის შეხვდებიან ოპოზიციას, ალბათ სამოქალაქო სექტორსაც, მათი მხრიდანაც მიიღებენ ინფორმაციას, თუმცა რამდენად იქნება ეს ინფორმაცია სწორი, ეს ცალკე საკითხია. არ მაქვს არანაირი საფუძველი ჯერჯერობით რომ არ შევაფასო ეს შეხვედრა დადებითად. კითხვები ხა დეტალებში რო არ შევიდე იყო ზოგადად შეეხებოდა დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, კონკრეტულად თემები შეეხებოდა არჩევნებს, კონკრეტულად თემები შეეხებოდა აქციების თემას, თემები შეეხებოდა ასე ვთქვათ ოპოზიციის ქმედებებს, რა ქმედებებსაც ხედავთ დღეს და რა ქმედებებსაც ხედავდით 2020 წელს. პოლიტიკური შეფასებების თემა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების შუალედური ანგარიში. ოპოზიცია პროკურატურის გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ არჩევნები იყო სისტემურად გაყალბებული. განსხვავებულია მმართველი გუნდის შეფასება, რომელიც აცხადებს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომ არჩევნები მიტაცებულია, სიცრუე აღმოჩნდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიეწოდა ვერანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე. ექსპერიმენტის ფარგლებში კი, რომელიც უწყების განცხადებით საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა, გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ისე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე გამეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. საგამოძიებო პროცესი ისევ გრძელდება. ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის ქვეყანაში იქნება თუ არ იქნება ახალი არჩევნები, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამიტომ რომ ხედავთ, რომ საყოველთაო ეროვნული პროტესტის მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები ივანიშვილის სუსის
და მის მიერ კონტროლირებადი CESCO-ს გარეშე. პროკურატურას არავინ არ ეკითხება ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება თუ არ ჩატარდება ახალი პოლიტიკური საკითხები და პროკურატურის საქმე საერთოდ არ არის. მე რაც ლაპარაკეს თავიდან ბოლომდე არის ტყუილი და მათ შორის მოდის წინააღმდეგობაში იმ მონაცემებთან, რომელიც მანამდე CESCO-ს ქონდა გამოქვეყნებული. საუბარი იმაზე, რომ ამ აპარატებში ვიღაცა გარედან ტიპები ვერ შევიდოდნენ და მაგათად ორჯერ ვერ მიცემდნენ ხმას, ან სხვა ადამიანი ვერ შევიდოდა ვერ მიცემდა ხმას, არის სისულელე. ერთი იმის გამო, რომ ფაქტები და მტკიცებულები არსებობს, ფოტო და ვიდეო მასალები არსებობს, სადაც ადამიანები შედიან უბანზე, სხვისი პირადი ნომრით. ჩვენ არანაირი მელოდინი ცხადია, რომ არ გქონია პროკურატურისგან, რომ რაიმე სხვადასხვას გააკეთებდა, ამიტომ არის, რომ ჩვენ იმ თავითვე მოვითხოვეთ საერთაშორისო გამოძიება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე იმდენი დრო გავიდა არჩევნებიდან, რომ ეს ხელისუფლება, რომელსაც ხელთა აქვს ყველა ბერკეტი, რომ გაანადგუროს მათ შორის საკუთარი დანაშაულის კვალი, ამ მიმართულებით ცხადია, რომ მუშაობს ძალიან აქტიურად და იმუშავა. საქართველოს პროკურატურამ არჩევნების შემდეგ დაიწყო ფსევდო გამოძიება იმისთვის, რომ დაედგინა, რომ რეალურად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებით ივანიშვილი ცდილობს, რომ გადაარჩინოს საკუთარი რეჟიმი და ცდილობს, რომ შიდა ლეგიტიმაცია მოიპოვოს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა, ნდობა არის ძალიან მცირე ამ გამოძიების მიმართ. ვერავითარი მტკიცებულება ვერც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ვერც უცხოელებმა, ვერც შესაბამისად პროკურატურამ და ვერც პროკურატურაში მისულმა ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერებმა მტკიცებულება ვერ მიიტანეს. ვერც ფარულობის დარღვევის, ვერც გაყალბების, ვერც ზეწოლის შესაბამისად ყველამ დაინახა უკვე რომ ეს არის უბრალოდ აკვიატებული აზრები. რაც შეეხება რომ ისევ ამბობენ გაყავდა, ნუ ის ცნობილი ქართული ფილმია მაინც ამოვთხრი, ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური გადახრა და ეხლა ეს ჩვენი კომპეტენცია უკვე აღარ არის. ის ამით ვიარაც არჩევნები დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ითანამშრომლეს, არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, პროკურატურამ მაინც გამოძიების ფარგლებში ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ იგივე ვერიფიკაციის აპარატები და ეს თავად ოპოზიციამ ყველაზე კარგად იციან მათი კომისიის წევრებმა, გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ნიკა გვარამიას განცხადებები, სხვა ოპოზიციურ ლიდერების განცხადებები, რომ გიახ ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფდა პრინციპს ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა. პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა ასეთია ოპოზიციის გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ბარიერ გადალახული პარტიების მორიგი სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა, მანამდე კიდევ ერთი შეხვედრა დილით შედგა. დისკუსიას არ ესწრებოდა გიორგი გახარიას გუნდი. პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები და რაც ცვლილებებია ამისთვის საჭირო. ოპოზიციაში ამ მიმართულებით განსხვავებული პოზიციებია, თუმცა ამბობენ, რომ მთავარ პრინციპებზე თანხმობა მიღწეულია. მსჯელობის კიდევ ერთი თემაა პროკურორებისა და მოსამართლებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ჩვენ ვსჯელობთ, რომ როდესაც დადგება მომენტი, როდესაც ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, ეს ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს და რა ფორმით უნდა ჩატარდეს. ანუ როგორ უნდა იყოს ადმინისტრება, როგორ უნდა იყოს წესები და ასე შემდეგ. ამაზე არსებობს ერთიანი ხედვა. ყველა არის ამაზე შეთანხმებული. განსხვავებული ხედვები არსებობს უბრალოდ იმაზე, როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს. საუბარი იმაზე, რომ გაკეთდეს ისე, რომ ამას დაჭირდეს საკანონმდებლო ცვლილებები და თუ დაჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ეს საკანონმდებლო როგორ უნდა განხორციელდეს, თუ გაკეთდეს ისე, რომ ამას არ დაჭირდეს საკანონმდებლო ცვლილებები და რაღაცა სხვა გზები იყოს მოძებნილი. ამაზე არის ხოლმე დისკუსია, ანუ შეუთანხმებლობა არაფერი არ არსებობს, ხედვა არის ერთიანი, უბრალოდ დეტალებზე არის საუბარი, რომელი გზა იქნება უფრო ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ არის ის, რომ ეხლა ამ წუთში დევს მაგიდაზე სამი სცენარი და ჩემთვის სამივე არის მისაღები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია განხორციელდეს რიგი ცვლილებები იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაჯანსაღდეს და შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში და შეიცვალოს რიგი უწყებების ხელმძღვანელობა. ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსის გზით და ეს უწყებები 6 უწყება არის, რომელთა ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს, უნდა დაინიშნოს პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც უკვე მოახდენენ არჩევნებში ჩართულობას და ჩაატარებენ თავისუფალ და დამოუკიდებელ არჩევნებს. ქართული ოცნება ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას, რომ თითქოს ვიღაც აპირებს, რომ ამ პარლამენტში საქმიანობა გააგრძელოს, არავინ არ იქნება ოპოზიციიდან წარმოდგენილი ამ პარლამენტში. მეორე, საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების და დელეგიტიმაციის პროცესი მხოლოდ გაღრმავდება. ჩვენ ამაზე აქტიურად მუშაობთ, იცით, რომ ლელოს ლიდერები დღეს არიან ვაშინგტონში და სწორედ რეჟიმის შემდგომი წნეხის გაზრდის მიზანი არის ამ ვიზიტის
ასე ვთქვათ, ამოცანა და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის მუდმივ რეჟიმში ზეწოლა ხელისუფლებაზე. ჩვენ მათ შორის ოპოზიციური პარტიები აქტიურად უჭერთ მხარს ხალხის წინააღმდეგობა. დარწმუნებული ვარ, რომ წნეხით ქვეყნის შიგნიდან, წნეხით ქვეყნის გარედან, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებით, სანქციების პოლიტიკის გაგრძელებით და რაც მთავარია, ჩვენი შეუპოვარი და დაუღალავი ბრძოლით ქვეყნის შიგნიდან იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ თვენახევარია ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, აუცილებლად მივაღწევთ, აუცილებლად გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური ტყვე და ამ ქვეყანაში ჩატარდება ნორმალური არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი, პროევროპელი, თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის ნებას. 2025 წლის 4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. ამიტომ ოპოზიციას ურჩევ გაუგებარი დოკუმენტებზე წერას და მასზე მუშაობას ჯობია მოემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რადგან ქვეყანაში არჩევნების დანიშნვის საკითხი არ განიხილება, მათ შორის სწორედ იმ მტკიცებულებების ვერ წარმოუდგენიდან გამომდინარე, რომელიც თავად ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა, ვერც პროკურატურაში, ვერც საზოგადოებისთვის და ვერ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები დაინიშნება, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული, რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნას, მათ შეუძლიათ სალომე ზურაბიშვილის ოფისში შექმნა მთავრობა, ჩამოაყალიბონ, ითამაშონ ხელისუფლებანა, ისევე როგორც მათ შეუძლიათ თბილისის ცენტრალის ოფისში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და იქ პარლამენტარობა ითამაშონ. პარტია გახარია საქართველოსთვის ბათუმის სასტუმრო შერატონისგან გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების გადმოცემას ითხოვს პარტიის აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას განცხადებით არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა. ასევე პარტიის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაუდებელი წესით განახორციელა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება, მისი გამოკითხვა კი რამდენიმე დღეში გეკმება. გახარიაზე მომხდარ თავდასხმას შურიზებას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თავად გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება რეჟიმის გადასარჩენად ჩადის ძალადობას, რაც შეეხება გამოძიებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე მოიცავს როგორც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებას, ისე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმის ეპიზოდს. როგორც ქორიძე აცხადებს, მას თავს გიორგი მანუელიძე და დიმიტრი სამხარაძე დაესხნენ. ბათუმში სასტუმრო შერატონში მომხდარი ინციდენტის ამსახველი 24 წამიანი ვიდეო ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა, თუმცა ის სრული არ არის და მომხდარს ნაწილობრივ ასახავს. დე-ფაქტო პრემიერისა და სხვა დე-ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩეს უნდობლობასა და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეო მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენთვის გადმოცემას. ქართული ოცნება, რეჟიმი უკვე ყველა ფრეზე წამსვლელი ხდება, იმისთვის რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელსაც არ აღიარებს არავინ ჩვენ დასავლელ პარტნიორებისგან არ აღიარებს ხალხი და პროტესტი 50 დღეა და ხალხი არ ჩერდება, გუშინ იყო გაფიცვა, ყველაფერი აშინებთ ერთი ადამიანის პროტესტის ქუცაში, ერთი ადამიანის გაფიცვათ, მათ სისტემას არ ყევს და აშინებს, შესაბამისად ყველაფერს ეცდებიან იმისთვის, რომ ეს პროცესი დააზიანოს. საკუთარი აგენტების მეშვეობით იქნება ეს ვიღაც სამხარაძე თუ იქნება ეს რომელიმე პოლიციის ჩინოვნიკი, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, ფაქტიურად პროვოცირებას აკეთებენ და შემდეგ იყენებენ ძალიან ბუნებრივ რეაქციას, რომელიც აქვს მაგალითად ჟურნალისტს იმაზე, რომ მას შეურაცხყოფას აყენებენ და აფურთხებენ, იყენებს ამას სამართლებრივი დევნისთვის და ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, როდესაც ბათუმში სასამართლომ დაატყვევა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ამიტომ მე ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ იგივე ტაქტიკით იმუშაოს რეპრესიულმა რუსულმა რეჟიმმა პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ვგმობ ამ ძალადობას გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური შურისძიების და ძალადობის გამოვლინება
ერთი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. არამედ ეს არის მცდელობა ქვეყანა გადაისროლოს ივანიშვილმა ბნელ 90-იან წლებში სრულ განუკითხაობაში, ურთიერთდაპირისპირებაში და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ისევ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ერთიანობით, ჩვენი ბრძოლით და ჩვენი სიმტკიცით. გიორგი კახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და თავს დაესხა აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს დიმიტრი სამხარაძეს. შესაბამისად გიორგი კახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის პირველ რიგში. თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს. გამომდინარე აქედან ბუნებრივია, რომ საზოგადოებამ ეს დაინახა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდამსხმელს გიორგი კახარიას, რომელიც ცალკე დანაშაულია. მოხვდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი იმ საქართველოსგან, რომელსაც უღალატა და რომლის საწინააღმდეგოთაც ჯაშუშობს. მოხვდა პოლიციელებისგან, რომლის საწინააღმდეგო მხარეზეც დადგა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო თავის დროზე. და იმ გუნდის გადაგდებისთვის, როცა ყველა ჩვენთაგანი გადაგვაგდო, როცა პრემიერა დავირჩიეთ. ყველამ დაინახა, ამან ხელი დაარტყა, ამან უპასუხა. ამაზე მეტი რა ბერდიას ეჭდავას რა უნდა. ყველა ჩანაწერი ამოღებულია და ნაჩვენებია. მე ახლა არც სასტუმროს ადვოკატი ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს კონკრეტული შემთხვევა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სცენარია დაწერილი, ეს სცენარი საქართველოში არ არის დაწერილი, ამ სცენარის აღსრულებლები არიან ბევრი ადამიანები, რომლებიც პროვოცირებას აკეთებენ შეჯახების, მუშტიკერების, დაპირისპირებების და შემდეგ მხოლოდ სამხარეს აქვთ პრეტენზიები და მეორე მხარე გამოყვანილიყავთ როგორც აგრესორი. ეს ელემენტარულად ჭირდებათ იმისათვის, რომ შემდეგ ინფორმაცია გაავრცელონ მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე. საქართველოს პრემიერი ხვალ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველოს-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა გაიმართება. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია ირაკლი ყობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან. კოალიცია ძლიერი საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს მართავს. კოალიციის ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და მათი დახმარებით აუცილებლად იქნება მიღწეული ახალი არჩევნები საქართველოში. ჩვენ უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სურპრიზებს ქართული ოცნებისთვის და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდში. ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველოს დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, რომ ჩატარდეს თავიდან ახალი არჩევნები და თავისუფალი არჩევნები, ეს იქნება მიღწეული და ამას გააკეთებენ ძალიან სერიოზული პრესინგი და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ უახლოეს ხანში ვნახავთ. ისრაელის მთავრობა ჰამას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჰამასმა უკან დაიხია ზოგიერთი შეთანხმებიდან და ქმნის ბოლო წუთის კრიზის ძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასრულებაში. ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ ჰამასმა მიიღო შეთანხმების ყველა ელემენტი. აღნიშნულია განცხადებაში. გუშინ ღამით ყატარის მთავრობამ, ისევე როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ საბოლოო შეთანხმება არ არის დადებული და დარჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. მიღწეული შეთანხმება 3 ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, ასევე გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელები საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლებენ. მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამო დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკება მხარებს შორის 6
კვირაზე მეთხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება. რაც შეეხება მესამე ანუ საბოლოო ფაზას, ეს არის უკვე ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა. ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ეს არის არა მხოლოდ ჰამასზე უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი, აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმის შეთანხმებამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი და ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ჰამასის ომში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ შეთანხმების ფარგლებში პალესტინელებს შეუძლიათ აღადგინონ ღაზა ჰამასის გარეშე. ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა ამერიკის სენატში, ყოფილმა სენატორმა ჯორჯ მიტჩელმა, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის დასამყარებლად. ერთხელ თქვა დიპლომატიის შესახებ. ეს არის 700 დღე მარცხი და 1 დღე წარმატება. ჩვენ გვქონდა ბევრი რთული დღე მას შემდეგ, რაც ჰამასმა ეს საშინელი ომი დაიწყო. ჩვენ წავაწყდით წინაღობებს. ჩვენ არ დავნებებულ ვართ და ახლა 400 დღეზე მეტი ბრძოლის შემდეგ წარმატების დღე დადგა. ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას დონალდ ტრამპიც ეხმაურება. მისი თქმით, მძევლები მალე გათავისუფლებიან. ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ, წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ჯო ბაიდენი მოსახლეობას ოვალური კაბინეტიდან ემშვიდობება. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სურს გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზედმეტად მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინების არსებობა, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არის. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ თავისუფალი პრესა ინგრევა, სოციალური მედია უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე, ხოლო ამერიკელმა ხალხმა უნდა მოითხოვოს პასუხი სოციალური პლატფორმებისგან, რათა დაიცვან დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან. სურს გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასათვის წინსვლის სამართლიან შანსს. პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ, განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა მარკო რუბიომ. მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს და ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა. პარალელურად რუბიომ ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი უწოდა, გაიმეორა ტრამპის პოზიცია, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებზე. მარკო რუბიოს კითხეს დაუჭერს თუ არა მხარს მის მიერ წარდგენილ კანონს, რომელიც უკრძალავს პრეზიდენტს ნატოდან გასვლას კონგრესის კენჭისყრის გარეშე. ძნელია იმის თქმა, რომ მე არ ვუჭერ მხარს კანონს, რომლის მიღებასაც დავეხმარე. ძალაუფლება საფულეზეც კვლავ კონგრესს ეკუთვნის, განაცხადა მარკო რუბიომ. ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს. უკრაინის არმიაში ამჟამად 880,000 სამხედრო ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერთან დონალდ ტუსკთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ომის შემდეგ ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგების თაობაზე. ზელენსკის თქმით, ამ საკითხს დიდი ბრიტანეთის პრემიერთან კირ სტარმერთანაც განიხილავს. ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამჟამად უკრაინა აწარმოებს იარაღის დაახლოებით 33-34%, რაც ქვეყანას წლის განმავლობაში სჭირდება. სრულმასშტაბიან შემოჭრამდე კი ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო. რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს. ბლუმბერგი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სეანსად მოითხოვს უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეიზღუდოს თავისი არმია. ამასთან სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატოს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნას გამოყენებული. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე სულ მცირე დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას, მათ შორის ყირიმზე, თუმცა ღია ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. კიევში კირ სტარმერს უკრაინის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში და უკრაინის შეერაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟინი დახვდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით ლონდონი და კიევი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ასწლიანი პარტნიორობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე მოსალოდნელია, რომ სტარმერი უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ეს კირ სტარმერის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც ივლისში მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. კიევში დღეს ასევე ჩავიდა იტალიის თავდაცვის მინისტრი გუიდო გროსეტო. დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დანიის პრემიერის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და გრენლანდიას. დანიის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის არქტიკის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და რომ დანიური კომპანიები ხელს უწყობენ ამერიკაში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. მე შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარალაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია, მე გემშვიდობებით ნახვამდის.